საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე პაატა შავაძე ხელისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს 757 ბრძანების ბათილად ცნობას თხოვს. ბრძანების მიხედვით 2007 წლიდან საკუთრების ხელყოფის აღკვეთი პროცედურის განხორციელება შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას წარმოადგენს. 2007 წლამდე აღნიშნული ღონისძიების ჩატარება სასამართლოს პრეროგატივა იყო. პაატა შავაძის განცხადებით აღნიშნული ცვლილება მოქალაქეს ართმევს კანონიერ უფლებას გაასარჩივროს გადაწყვეტილება. ის საქართველოს პარლამენტს თხოვს საკუთრების ხელყოფის აღკვეთის უფლება სასამართლოს დაუბრუნდეს, რაც მოქალაქეების უფლებების დაცვას გარკვეულ დონეზე მაინც უზრუნველყოფს. საკუთრების ხელყოფის აღკვეთის ღონისძიებების გატარების უფლებამოსილება დაუყოვნებლივ უნდა ჩამოერთვათ შინაგან საქმეთა ორგანოებს და ეს კომპეტენცია უნდა გადავიდეს საერთო სასამართლოების სისტემაში. ვერ ახდენს პოლიციის ორგანოები მტკიცებულებების ჯეროვნად გამოკვლევას, შეფასებას, ამიტომაც ამ ხრივ სანდოობა მეტწილ უფრო მიმართული არის საერთო სასამართლოებისაკენ. განიხილოს უნდა ეს საკითხები საერთო სასამართლოების სისტემამ, ადამიანს უნდა მიეცეს ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში გასაჩივრების უფლება.